ნორმალურ მთავრობას ოპოზიცია ყავდეს უნდა და ამათ არ აყავს ოპოზიცია. რატომ დევნის ამ ლიდერებს ივანიშვილი? არ ვიცი, ამდენიმე არ ვიცი. არა, თუ დევნის თქვენი აზრით, უბრალოდ სამართლო დავებია ვთქვათ კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით. კანონები მიიღო ისე რომ როგორც უნდა ისე არის. ივანიშვილმა? არა, მე არ მიმიღია. როგორ ქვეყანას ვიღებთ? ბატონო, როგორ ქვეყანას ვიღებთ ოპოზიციის გარეშე მოიჭრა? ქვეყანა არ აგვაქვს საერთოდ. თავრობის შესახებ რამე რომ თქვა არ გამოდი. ცხოვრება ასე არის მოწყობილი მე მგონი. არსებობს პლუსი და მინუსი, ეს კიდევ თელ სამყაროს. გამომდინარე აქედან ასე უნდა იყოს მე მგონი. აუცილებელია უნდა იყოს ქვეყანაში განსაკუთრებით ოპოზიცია. უცხო ქვეყნების პროსაქმიანობაში იყვნენ ჩართულებიო. დამაჯერებელია თქვენთვის თუ არა ის ბრალდება, რაც აქვს წარდგენილი ოპოზიციის ლიდერებს. არა, ბატონო, მე მგონი რომ ყველა ქვეყანაში არსებობს პოზიცია, არსებობს ოპოზიცია. ჩემო ბატონო და რა შუაში აქ არ ვახარ, მე პოლიტიკაში არ ვერევი შობის აქვს ძალიან მაგრამ პოლიტიკა ერევა ჩვენ ცხოვრებაში და ცვლის ჩვენ ცხოვრებას და ქვეყანას. ცხოვრებაში ხო და რაღაც ეხება იმას რომ არსებობს ნორმალური რაღაცა, რაც არის მიღებული მთელ ცივილიზებულ სამყაროში ჩემო ბატონო და თუ იმ ცივილიზებულ სამყაროს არ გავყევით ჩვენ, მაშინ დავშვებით რაღაც იმ ჯუნგლების ზონაზე. ოპოზიციის ლიდერების ჩასმას აპირებს ციხეში ქართული ოცნება საბოტაჟის საქმეზე. ისინი ეხმარებოდნენ ევროპის ქვეყნებსო, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსო, მოკლედ უცხო ქვეყნებსო ეხმარებოდნენ მტრულ საქმიანობაშიო. დამაჯერებელია თუ არა ეს ბრალი ოპოზიციის ლიდერების? საინტერესოა ჯერ ერთი რა არის რა იგულისხმება მტრულ საქმიანობაში. თუ მტრული საქმიანობა რა ჩანს აქ რა მოხდა, რა გაკეთდა, რა გაფუჭდა. იქიდან უნდა გამოვიდეთ, ანუ ფაქტებიდან უნდა გამოვიდეთ რეალურად რაში გამოიხატა ეს მტრული მდგომარეობა და მერე ვილაპარაკოთ მტრულ მდგომარეობაზე. რასაც რუსეთი აკეთებს შეწინააღმდეგ მტრულ მოქმედებას, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს საქართველოში. ვინც ყავს ციხეში ვის რა დაუმტკიცეს? ადრე მიხეილ სააკაშვილს არ დაუმტკიცეს? რა დაუმტკიცეს? კაც ამხელა რაღაცაზე დავებიან და შარვალ კოსტუმის თემას აბრუნებენ ირგვლივ, როცა მკვლელიაო, ასეთიაო, ისეთიაო, რა ვიცი ახლა მე არც ერთი პარტიის არც მომხრე ვარ, არც წინააღმდეგი. მაგრამ რა რომ დაიჭერ რაღაცა უნდა დაუმტკიცო ღირებული. ოცნება მის ინტერესებს იცავს. ახლოსნება არ ვიცი ახლა. რომ თქვა ახლა შეიძლება მეც გამსროქნოდა. არიან დაგვეები ყველას. დაგვევა ყველას. შეცდომა უფალია ღმერთი მაგრამ. ოპოზიციის გარეშე როგორ იქნება ჩვენი ქვეყანა? ოპოზიციის გარეშე არ შეიძლება თავრობა იყოს. ებრძვის თქვენი აზრით ოპოზიციას განზრახ ქართული ოცნება? ყველა პირადული გადადის, არ ვიცი ახლა როგორ არის. თქვენი აზრით რა განზრახვით მოქმედებს აქ ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ? განზრახვა ალბათ ის იქნება, რომ ანუ მხოლოდ თვითონ იყოს ხელისუფლებაში და ანუ ერთი პარტია იყოს და მაქსიმალურად მარტივი იყოს მერე არჩევნების მოგება. აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს. გვაქვს სამართლიანი სასამართლო? ჩემი შეგრძნებით ნაკლებად გვაქვს. მე ვარ ოცნების და ის რომ ოპოზიციის ლიდერები ციხეში იქნებიან, კარგად იქნება ეს ქვეყანა? გამოვა, მალე გამოუშვებს მაგას ჩვენი ისინი. ივანიშვილი მე გით ნათქვამია რომ გამოუშვებს მაგრამ რა. სად არის ნათქვამი? რა გამოაცხადა მაგრამ გამოუშვებს. ჯერჯერობით ვინც არის გარეთ არის დარჩენილი, იმასაც ციხეში სვამენ. არ მგონი, ამასე არ მგონია, მასე რომ ერთი მე ისე მალაპარაკე. ზოგადად პოლიტიკაში არ ვერევი. მაგრამ პოლიტიკა ერევა ჩვენს ცხოვრებაში, თან ძალიან აქტიურად ცდის ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ქვეყანას. მესმის, მაგრამ რატომღაც არ მაქვს სურვილი რომ ოპოზიციის გარეშე როგორ იქნება ჩვენი ქვეყანა? ანუ იქნება თუ არა დემოკრატია ამ ქვეყანაში და იქნება თუ არა განვითარება, თუ კი არ იქნებიან ქვეყანაში ოპოზიციური ლიდერები და ოპოზიციური პარტიები. ჩემ ფიქრს ვინამე ითვალისწინებს? არსებული თავრობა უფრო ფულის კეთებაზეა გადასული, უფრო საიდან მოკაფოს იმაზეა და ავიცე. რა გიჩვენთ თქვენ ამ განცდას, რომ ფულის კეთებაზეა გადასული მთავრობა? გამიჩენს და მაგალითად ქუჩები აგე, პანდუსები დადგეს, ტროტუარები გააკეთეს, გასავლელი აღარ არის, პარკინგები აღარ არის, ჯარიმები რა თქმა უნდა. აგო ჯარიმები რა თქმა უნდა ჩემამდეც მოვა იქ საქმე და ყველა უკანონობა მივა ყველას ოჯახამდე. ოპოზიცია რა თქმა უნდა იყოს. რომ არ იყოს ის რა შეიძლება. თუ ვინმე წინააღმდეგობას არ გუწევს,
აფრთხილეს გააკეთებენ დღეს. ამაზე ახლა ლაპარაკი რომ თუ კებოზე დღეს რაღაცას ხმაურობს და ამბობს, აღარ იხმაუროს და აღარ თქვას რამე და ნაწილი ციხეშია, თქვა ელენე ხოშტარია, მიხელ სააკაშვილი და ნაწილი ვინც ახლა გარეთ არის დარჩენილი, ხო თქვა ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ესენის რო ჩასვან ციხეში, ახლა ამაზეა ლაპარაკი. ხმა ხმისამომღები არავინ აღარ იქნებოდა თქმა უნდა, რა ვიცი მე აღარ. სხვა ხორა, აი მაგინი რომ მოვლეს თავში, რა ვიცი რა იქნება, მე იქნება ჩვენი მისცხოვრება კარგად, კაცი არის მე რა იქნება. ვინც ჩასვა ციხეში, ამათ რა ჩანს ამ საქმეებიდან? თქვა ელენე ხოშტარია ჩასვეს ციხეში 4 მცირეწლოვანი შვილის დედა, ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ხო? უნდათ რომ აჩვენო თავიანთი ძალა დროშები შეაშენონ, მაგრამ პირიქით ეფექტი გამოდის, რაც მეტი ჩასვეს ზირა ხდება რაღაცა მომენტი რომ ხალხს აღარ ეშინია. ესეც ისტორიული ფაქტია. თქვენ ფიქრობთ რომ ახლა უკვე ეს მომენტია, როცა ხალხს აღარ ეშინია? ხალხს აღარ ეშინია, დაჭერიც აღარ ეშინია და აქედან უკვე ერთი ყველა ბოლოდინში არის უკრაინის ფაქტორი რო არის იყოს, მაშინ სხვანაირად იქნებოდა. არიქებიან. ოპოზიციურ პარტიებზე საერთოდ არ მელაპარაკო, აი იმიტომ რომ ისა რა. აი რა თემა არის ეს აი კატათა გობინას ამბავია რა. მაშინ რატომ სვამს ციხეში ივანიშვილი ამ ოპოზიციის ლიდერებს? ან თვითონ სვავს და ან თვითონ ჯდებიან, კაროჩე რომ რავი იქ რა ხდება რა. ელენე ხოშტარია ციხეშია, სამი შვილის დედა. გამოუშვა რა მოხდა. რა დააშავა, კაცი კლავე და არ იწერედა. წარწერა, წაშალე და всё. ხალხს ვიცი. პენსიას არ გავს, სამსახურს არ გავს. არ შეიძლება ასე. ასეთი ცხოვრება არცად არ არის ჩვენ ქვეყნის გარდა. სოფლიოში უნდა გადაიხედოს, ხო? და იქიდან გადმოიტანონ მაგარი. ევროპაში როგორ შევალ? მივდივართ ევროპისკენ, ოცნება ამბობს გჯერად. ფაითონით თუ ფეხით? ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, თქვა ირაკლი კომბახიძე ამბობს. წინსვლა გვაქვს ევროპის ქვეყნებში შორის საუკეთესო წინსვლა გვაქვს ეკონომიკური ირაკლი კომბახიძე ასეა. რაში ჩას? პენსიონერია პირველ რიგში მისახედით, მაგრამ მოსამსახურე რაც ხარ, შოულო ჭამს და всё. აი მაგალ პენსიებიც ხო გაიზარდა. რა გაიზარდა? 72 წლის ვარ. უნდა მქონდეს 1500-2000 ლარი. 40 წელი ბავშვებაგას სამსახურე პატარებს, სამსახურებს სკოლამდელი ასაკი. შეიძლება შენ იყო ყოველთვის სათავეში და სხვა რა. უნდა მოსინჯონ რომ ახალგაზრდებს უფრო განათლებულებს დაუთმონ გზა, ხელი შეუწყო. თუ ოპოზიცია არ იქნება, ვფიქრობ, ნაკლებად გავიგებთ პრობლემების თქმას, რა პრობლემები გვაქვს. ეს პრობლემები უნდა პირველ რიგში ისმოდეს, რომ ვერ ეხდებოდეს ამის აღიარება და ამ პრობლემებზე მოგვარების ფიქრი, ასე რომ დავიწყოთ ფიქრი ამ პრობლემების მოგვარების და ერთ-ერთი საშუალება რაც არის ეს არის ოპოზიცია და ოპოზიციური პარტია. თუ ოპოზიცია არ იქნება, ვფიქრობ განვითარების კუთხით ძალიან დიდი შეფერხება მოიქნება. ისევე როგორც მედიები, კრიტიკული მედიები, როგორც თქვენ ხართ წარმომადგენელი, რომლისგანაც ისმის მუდმივად პრობლემებზე საუბარი და ეს საზოგადოებისთვის პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ოპოზიცია იჩაგრება და კანონოდ ხდება მათი დაკავება, წარმოიდგინეთ როგორ იქნება ჩვეულებრივი მოქალაქის შემთხვევაში, იმიტომ რომ ოპოზიციას მაინც შეუძლია ასე თუ ისე დაიცვას თავის და საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით და მოქალაქეს უკვე რა ვიცი ვინ რჩება მასთან რომ დაიცვას მხოლოდ მან და ძალიან რთული იქნება სახელმწიფოს წინაშე მხოლოდ შენი მე უკვე შეიძლება ოპოზიციონერიც აღარ იყოს რომ მან გააჟღეროს თქვა ეს მაგასთან მივდივართ ისევ საერთოდ არ მჯერა პოლიტიკის ციტრა არ მჯერა პოლიტიკის იმიტომ რომ მინახავს პოლიტიკოსები რომლებიც ერთმანეთს ხოცავენ და მე გვინახავს ის იგივე ხალხი რესტორნებში ერთად რომ ჭამენ სვამე და ერთად ქეიფობენ მაგრამ დღეს ახლა ფაქტორია რესტორნებში ვერ იქეიფებენ ციხეში სვამენ ამ ლიდერებს ხო? ესეც ალბათ საქმე სჭირდება, რა ვიცი, აბა. მაგრამ რა განზრახვა აქვს აი თქვენი დაკვირვებით ქართულ ოცნებას, როცა ეს ოპოზიციურ ლიდერებს სვამს ციხეში და ეხლაც რამდენიმე ლიდერს კიდევ უპირებენ ციხეში ჩასვლას. დაშინების პოლიტიკა, მაგი რომ მეორე ჩუმად იყოს, მეტი არაფერი, თორემ ხა ვინ ჩასვეს იგენს ან რა დაუმტკიცეს ეს ერთი და მეორეც რა დააკლეს, რომ მოვიდეს უნდა ძალა ქვეყანაში, რომელსაც მართლა ეკნება ჩემნაირების და თქვენნაირების დარგვა.
ვინმე საინტერესოს, მე თვითონ სოფელში მცხოვრობ, ვინმე გეკითხება რამე ეს რას ცხოვრ, როგორც ელემენტარული ფაროსანა ვერ მოსმენს. განა ვერ არა წყობთ, ფული კეთდება. აი იმ ელემენტარულ წამალზე, რომელიც ძალიან ძვირი ღირს ჯიბეში მიდის და ჩვენთან აფშუილებენ რაღაც სალიარკას, რომელიც ხო, ვიყავითო შესულიო სოფლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობს და შევწამლეთო. მაგრამ როგორი წამალია ის, რომ საერთოდ ბუზიც არ ჩამოვარდნილ. გეკითხება. ყველაფერში ფულს აკეთებ. მე მაგალითად ხილის პლანტაციები მაქვს, არ არის. ხილზე სუბსიდიები იყო წინა წლებში, ახლა აღარ არის. იყო წინა წლებში, წელს არ არის. თქვენთანაც ფუჭდება ხილი? ძალიან გაფუჭებული აიცაც. პლუს ამას კიდევ ჩვენი დაცული ტერიტორია არის და წელს აბსოლუტურად დათმა აგვიკლო. დათვერმა შეგვიჭამა მთელი მოსავალი. Ну, რა ვიცი, ფაქტიურად წამგებიანია გლეხისთვის სოფელში ცხოვრება. ვინც გარეთ აეხა დარჩენილი ლიდერები, ოპოზიციონერები, იმათაც უპირებენ ჩასმას ციხეში. და თუ ყველა ოპოზიციონერი ციხეში იქნება, ან გაქცეული ქვეყნიდან, როგორი იქნება ეს ქვეყანა თქვენი აზრით? არტივი რაღაცა ისტორია გვეუბნება, როგორც გიორგი სააკაძემ თავის შვილებს თვითონ ცალი დაურიგა და მარტივად გადატეხით, ისე დაანაწილებს მარტივად ცალ-ცალკე როდესაც იქნება. ამჟამად არის მიმართული მთელი აქცენტი უკრაინის გამარჯვებისკენ და ამდენად ევროპაც მიმართულია იქით, როცა დამთავრდება უკრაინაში ომი, მერე გადაწყდება საქართველოს საქმე მთლიანობაში. როგორ აისახება უკრაინის ომი და მისი შედეგები ჩვენს ქვეყანაზე? მაგას რა ასახვა უნდა ზელენსკი პირდაპირ ამბობს, საქართველოს განთავისუფლდეს მთლიანად. იმპერია როცა იშლება მთლიანად. ეს არის ახლა ისტორიული ფაქტი არის, არაერთი იმპერია დაშლილა და პრაქტიკულად მათ უნარი აღარ შეწყვეტა, იმიტომ რომ ნადგურდება მათი ეკონომიკა მთლიანად. და ამის გარემოთამხრიდან დახმარების გარეშე ამის აღება პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც დადასტურდა კი ეს მეორე მსოფლიო ომის დროს, პირველი მსოფლიო ომის დროს. რუსეთს რა დახმარება არ ქონდა ქვეყნის გარემოდან ის ვერც ერთობს ვერ მოიგო. და ამჟამად მთელი მსოფლიო ორიენტირებულია მის დამარცხებაზე, ასე რომ ლოგიკას არ ეკონდებარება მისი აღდგენა. მას ყავს მოკავშირეები, ხო? იგვე ირანის სახით, ირანი თავის ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი. აი ახლა მომაცი. ირანს თავისი გაჭირებია, ჩინეთს თავისი გეგმებია, კი იმას ერთის სული აქვს, სანამ თავის ტერიტორიებს დაიბრუნება. ივანიშვილს რა გათვლა აქვს? ეხლა და ისი იმედი აქვს თქვენი აზრით? მე მგონი არაფერს გათვლა არ აქვს. მაშინ რატომ დაირია ამ ოპოზიციას? თქვა იგვე საკონსტიტუციო მიმართა რომ აკრძალოს პარტიები, ასევე იჭერს ამ ლიდერებს. შიშის ფაქტორი არის აღარ იცის რა ქნას. ეშინია ივანიშვილს? ეშინია საკვირველია, რუსეთის გამარჯვებისაც ეშინია, ცაგებისაც ეშინია და ევროპის გამარჯვებისაც. არ იცის დაბნეულია ეგეც რა ქნას არ იცის. თორე რატომ უნდა დაეჭირა ეს ოპოზიციის წარმომადგენლები პირიქით, უნდა გამუშავებული იყოს და გარეთ იყორენ. რას უჩებდნენ მას. სახელმწიფო გადატრიალებს არ ანარაპირებდა არჩევნებით ისინი ვერ მოიგებენ, ეგეც ფაქტია, ყოველთვის გაყოლდება არჩევნები. სასამართლოები ასევე დახურეს, იქადაღებაც აუგზავნეს ჟურნალისტებს, რომ ვერ გავიგოთ რა შედავებიან კონკრეტულად ამა თუ იმ ბრალდებულს. ვერაფერს ვერ დავებიან და მაგაში ეს უბრალოდ იჭერენ. აი გახსოვთ. ეგრე ეს მარტივი არ არის ეს პროცესი. ერთს დაიჭერ, მეორე გამოჩნდება, მეორეს დაიჭერ, მესამე და ეს ოპოზიციის ლიდერებიც კიდე რამდენი ძგინი გამოჩნდება. რო თქვას რომ ეს რა ვნახეო, არც ერთი არ არის. ანუ დაჭერით ვერდან მიზას ვერ მიაღწევს ივანიშვილი. და ამ ლიდერებს ედავებიან საბოტაჟის მუხლით და უცხო ქვეყნის დასავლეთის ანუ ევროპის ქვეყნების, ასევე ამერიკის მტრულ საქმიანობაში ჩართვის გამო. ანუ ამასში იყვნენ ჩართულები ეს ლიდერებიო და მე ლეხი გაცივარ მაგას, რას გევიგე, ვინ სადაა ჩართული მაგას მე ვერ გევიგიო. და ჩვენამდე არ მოვა მაგის. მაგრამ ვინ დააკავეს მიხეილ სააკაშვილი ლიდერი ოპოზიცია, ან ელენე ხოშტარია, პანელზე გაკეთებული წარწერის. რა თქმა უნდა, მაგრამ არ მოვა საქართველოს და ავი იმ ლიანდაგებზე დგას ჯერ კიდევ და მიგორავს. ანუ უკანონოდ არის პატიმრობაში სააკაშვილი, თქვენ ფიქრობ? უკანონოდ არის. მას არ უთქინეს რამდენიმე საქმეზე ბრალდება. ეხლა კიდევ ახალ საქმე. კოსტუმზე რომ დავებიან ახლა რა თქმა უნდა კოსტუმზე დავა პრეზიდენტი კოსტუმზე და პრეზიდენტი ჩამოვიდა თაიგული უკიდა იმას და რა ვიცი მე. კანონი მე ვფიქრობ კანონი არ მოქმედებს, რაღაცნაირად არ მოქმედებს. ვიღაცასთვის მოქმედებს, ვიღაცასთვის არ მოქმედებს. ანუ შერჩევითი სამართალია. შეიძლება გადამაჯარიმონ მაგ გადასვლისთვის, ვიღაცა შეიძლება არ დააჯარიმონ იმის გზის რომ მომკლას მე მაგალითად.
რატომ ხდება ასე? რა ვიცი რატომ ხდება მაგას პასუხი ჩემთან ეძებ მე რა ვიცი მაგას პასუხი რა გჭირდება ახლა ჩვენ რომ შეიცვალოს ქვეყანაში მე ეს რა ვითარება? მჭირდება და კანონი მჭირდება კაცრი კანონი იყოს ქუჩაში წესრიგი შვილს რო მოუშვილ გარეთ ვიცოდე რომ ეს ჯანსაღი და ჯანმრთელი დამებრუნდება და თუ დააშავეს დაისჯება თუ სხვა დაუშავეს ის სხვა დაისჯება მე ეს მინდა კანონს ვასრულებთო ქართული ოცნების მთავრობა ამბობს კანონის მიხედვით მოქმედებთო ავტობუსად გამასრა